შენი თანამდები უკვდავის შენთან სისხლი გული სულ არ დამეყარა შეიძლება შენი აზრი შენი დასული მე საფთან ვარგენი მე შენი სტაგრითა შენი სასწრაფო თვალი ჩემი მიტილებია მე სტარტვენ ვარ პარსულ გადახვენა შენი საათი სულ დავწუხლები მე მინდა ჩემს სამშობლოს ჩემს ქვეყანას ჩემს ჩემს ხალხს სიცოცხლე და ბედნიერება აღარ მოგვიყვეს ომი სიხარულს უსურვებ პატრიოტიზმს უსურვებ სინდის ნამუს ვაჟკაცობას ქრისტიანობა გადაერევას ჩემს ერთა ჩემს ქვეყანას მთვარემ დინდი მოცელა ღამე ნაბადივის წამოეხურა გორის ციხეს მხრებზე და ჩემმა პატარა ქალაქმაც თითქოს ერთბაშად ჩამოიბერტყაო კიდევ ერთი დარდიანი დღის ცოდვა და მადლი იქ კი იმ ქვეყნიურ საქართველოში სადაც არც დღეა არც ღამე და ცოდვა მადლით აქაური თუ იწონება მამაზეციერის სასწორზე იქაურ ბინადართ ისევ ჩვენ ვეფიქრებით და ვედარდებით უკვე მათებული ჩვენთვის შეუცნობელი ტკივილით სტკივად აქაური ვარამი ერთი იმათთაგანი ერთი ყველაზე შნოიანი და ჯიშიანი ქართველი ჯერ კიდევ 13 წლის წინ სიკვდილთან შესახვედრად სამზადის გავლილი დამცხრალი და ვალმოხდილი ისევ ჩვენ შემოგვღაღადებდა ბევრი რამ კარგი მინახავს ცხოვრებაში და ბევრი ცუდიც მახსოვს მაგრამ ახლა ძალიან წყდება გული რა მოგდით ქართველებო შვილებო შვილიშვილებო გუშინ თუ ასე გვიყვარდა ერთმანეთი თქვენს მამებს და პაპებს დღეს რამ გაგაპოროტათ რამ გაგაცივათ რატომ ეს სიტყვები ეხლა თითქოს იმ ქვეყნიური მოძახილიაო ხერხეულიძეთა გვარის იმ ერთ-ერთი გამორჩეული რაინდისა რომლის გამოჩენა საოცრად უხდებოდა ჩემი პატარა ქალაქის ქუჩებს ხრებში გამართული წერტეტატანი ომახიანი ხილი სიტყვოჩამდგარი თვალებით და თბილი გულით შემორჩა ჩვენს მეხსიერებას 9 ძმა ხერხეულიძეთა სისხლი და გენი სენის მარადიული გმირი ხინის უცვლელი თამადა მოშაირე და მომღერალი მელექსე და სხვადასხვა საკრავებზე დამკვრელი ენაწყლიანი თავად ვაჟკაცი სხვისი კაცობის უზადო შეფასებელი ბატონი შალვა ხერხეულიძე საქართველოს სახალხო არტისტი ჭეშმარიტად სახალხო ხერხეულიძეთა გვარი პატივით მოიხსენიება საქართველოში იგი სინონიმია გმირობის რაინდობის, კაცურკაცობის, სამშობლოს კეთილდღეობისათვის თავგანწირული ბრძოლის, შემართების, ბოროტებაზე კეთილის ძლევის, პირიანობისა და სიტყვა გაუტეხელობის. გვარის უძლიერესი გენი თაობებს წვდება. თანამედროვეთა შორის არის ასეთი ხერხეულიძე, შუბლზე აწერია კაცურკაცობა, ერისშვილობა, წერდა თეატრცოდნე და ჟურნალისტი კირა კვეიძე. კაც ასე ამშვენებდეს გვარი და გვარს კაცი ძნელად საპოვნია. დარახტული ცხენი არ ყავს, არც მუზარადია მისი თასარქველი, არც ფარშუბით უხდება მტერთან შერკინება, თორემ ეს ის კაცია, ზურგში დაჭრილი რომ არ დაუბრუნდებოდა დედას ბრძოლის ველიდან. ამგვარ ბრძოლის ველსა და საასპარეზოს კი მისთვის 40 წლის განმავლობაში გორის თეატრის სცენა წარმოადგენდა. სცენა, რომელზეც სრულყოფილად გამოვლინდა შალვა ხერხეულიძის მსახიობური ნიჭი და გენია. ყველაფერი კი ბევრად ადრე ბაქოში 1908 წლის 21 მაისს დაიწყო, როცა ბაქოს ქართული თეატრის ადმინისტრატორ გიორგი ხერხეულიძისა და დიასახლის ვარვარა მაჩაბლის ოჯახში ვაჟი დაიბადა. 1912 წელს პატარა შალვას დედა გარდაეცვალა და მის ბავშვურ მეხსიერებაში ჩაბეჭდილი დედის სახე წლებმა უმოწყალოდ გაცრიცა, გააფერმქთალა. მრავალი წლის შემდეგ კი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მის მეხსიერებაში არნახული სიმძაფრით ამოტივტივდა დედის სახე და ხშირადაც ახსენებდა მას, თითქოს გრძნობდა და ესწრაფოდაო მასთან მიახლებას. დედის სიკვდილმა
საქართველომდე გზა შეამოყრა და 1912 წელს ოჯახი ხაშურში გადადის საცხოვრებლად, სადაც იწყება ცოდნის ათვისების რთული გზა ხაშურის გიმნაზიიდან თბილისის სახელმწიფო ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტამდე. მაგრამ მძლავრობს თეატრის სულში გამჯდარი სიყვარული და მისი ცხოვრებაც სამუდამოდ უკავშირდება ჯერ სამოყვარულო, შემდეგ კი პროფესიულ სცენას. ძირითად ნავსაყუდელს იგი 1941 წელს გორის სახელმწიფო თეატრის სცენაზე პოულობს. დაძაბული, მომქანცველი შრომის 4 ათწლეული, ტანჯვით მიღწეულ გამარჯვებათა დღესასწაულები მას გორის თეატრის ბერმოხად და მთელი საქართველოს საყვარელ მსახიობად აქცევენ. როგორ უნდა იშრომო ერთ პატარა ქალაქში კაცმა, რომ მთელი საქართველო გიცნობდეს. კინომსახიობმა შესაძლოა მოახერხო ეს, მაგრამ გორის თეატრის მსახიობმა რა უნდა გააკეთო ისეთი, რომ მთელი საქართველო იყოს შენ საიუბილეო საღამოზე 1958 წელს, სადაც მოხსენებას ვერიკო ანჯაფარიძე, ხოლო მისასალმებელ სიტყვას აკაკი ხორავა, ვასო გოძიაშვილი და ემანუელ აფხაიძე წაიკითხავენ. რა როლი არ შეუქმნია ამ 4 წლის მანძილზე შალვა ხერხეულიძის ბუნებრივ თეატრალურ ნიმუშს. ვახტანგ მეექვსე დავით გურამიშვილში თუ თეიმურაზ პირველი გიორგი სააკაძეში, უჭატნელი არსენა მარაბდელში თუ არჩილიო თარაანთქვრივში, ბაშია თუკი თუ თედორე, ილიკო თუ ყინალით შეცრულებული ყვარყვარე თუთაბერი. ყველაზე საყვარელ როლებად კი მსახიობი მაინც პეტრუჩიოს ჭირვეულის მორჯულებაში, აკოფას ხანუმაში, ყვარყვარე თუთაბერში და კრეჩინსკის ქორწინებაში თვლიდა. 200-ზე მეტი პრემიერა გაასისკრონა მის მიერ შექმნილმა შეუდარებელმა სახეებმა და შვენიერ მოგონება დარჩა არა მარტო მაყურებლის, არამედ იმ ადამიანთა მეხსიერებაში, რომელთაც მასთან მუშაობის ბედნიერება დაცცირა. ველოდი რომ დღეს უნდა მეთქვა ბატონ შალვაზე. ბატონი იყო შალვა ხერხეულიძე. ეს ჩემთვის ისეთი პიროვნება, ცოტა დიდი მსახიობი იყო. მე როგორც მსახიობი ბედნიერება მქონდა მის გვერდით დგარიყავი ამ შესანიშნავ სცენაზე, რომელსაც გიორგი ერისთავის თეატრი ქვია, მაგრამ მე როგორც რეჟისორმა ალექსანდრე ჩხაიძის პიესაში დავაკავე მთავარ როლზე, გობრონ ლეშქაშელი უნდა ეთამაშა პიესაში ქარის წისქვილი. ეს იყო საოცარი დღე ჩემთვის, რომ ჩემს სარეპეტიციო მაგიდას ეჭდა ბატონი შალვა ხერხეულიძე, ბატონი ერვან დარაქელოვი, ბატონი ვასო კახნიაშვილი, ქალბატონი ეთერ მოციქულაშვილი, ქალბატონი ქეთო ბოჭორიშვილი და პატარა ბავშვით მუშაობდა. რადგან თქვენ უფრო გაინტერესებთ ის თუ როგორი თვისებები ჰქონდა, ძალიან უყვარდა ხოლმე ეს თვისახოცის ხმარება და ხშირად და ისე მოუგონე, რომ მესამე რეპეტიციაზე მითხე რა უყავთ ჩემ ხელებს, რომ ესე იგი დაუბის ხელები, იმიტომ რომ ის ემიგრირებული ქართველი მობრუნდა თავის სამშობლო სოფელში და მოინდომა ქარის წისქვილის აშენება და ეს თვისებები ძიმე კაცისა, მეზღვაურისა, რომელმაც მთელი სიცოცხლე ემიგრაციაში გაატარა, იმას ძუნწად უნდა ეხმარა ხელი და რა კაცი მიჩვეული ყანწების ტრიალს, ჭიქების ტრიალს, თასების ტრიალს, თევზი უყვარდა ძალიან და ალბათ ძველი თაობიდან უფრო კარგად გეტყვიან, რომ იმდენად უყვარდა თევზი, რომ იმ შესანიშნავ ლამაზულ ლოშებზე მოიცავდა ხოლმე თევზიან ხელებს, კიდევაც თასში ჩაყრიდა თევზის ნაჭრებსა და ღვინოს ისე დალებდა ხოლმე და ეს მოქნეული ხელები ცოტა იქ დაუწყნარე, რამე თუ ის თამაშობდა მობრუნებულ ემიგრირებულ ქართველს. ფილმებში როცა ნახავ ხოლმე ახლა ვისაც უნახავს ხიმილის ბიჭები, იქ არის ნაღდი, ეგეთი ნაღდი. აი კინომსახიობმა შეიძლება თეატრში როლი როლს ვერ მოერგოს, მაგრამ ბატონი შალვა ისე საოცრად ერგებოდა კინოგნირებს, აი თუნდაც ის ღვინოს რომ ყიდის, ატენურ ღვინოს რომ ვერ ყიდის,
ის მთელი ქართლია მასში ეხლა გლიმაკრის რომ ვიხსენებ და როგორი ბედნიერი ვარ რომ ჩვენ მოვესწარით იმ დროს როცა ბატონი შალვა საოცრად ამშვენებდა ჩვენს თეატრს მე დიდი მიშა თუმანიშვილის თეატრს ქართულ კინოს ბატონ შალვას განსაკუთრებული სიყვარული უყვარდა თავისი ყალმით ნახატი ქალიშვილი ციცო სახლში მივიდოდა თუ არა იმის უნდობად ძალიან უყვარდა მაშინვე სიმღერას იწევდა თავისი მეუღლე ქალბატონი ნატა სულ ეჩხუბებოდა რა სიმღერა აგიტყდაო მაგრამ შალვა ხერხეულიძეს განსაკუთრებულად უყვარდა თავისი ქალიშვილი და ამიტომ ემღერებოდა და მართლა ჯიგრიანათაც მღეროდა ერთი ასეთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო ბატონ შალვას შემოქმედებითი ამბებიდან როცა დავით გურამიშვილში ვახტანგ მეექვსეს თამაშობდა რატომღაც ვახტანგ მეექვსის ტექსტი ლექსი პოეტი მეფის ტექსტი არასწორად ისწავლა მთელი სცენა და მთელი კულისები ყველა ვკარნახობთ სხვათა შორის საბედნიეროდ ჩემ გასასიამოვნოდ მეც მოვხვდი ამ სცენაში მასთან ერთად და მიუხედავად ამისა ყველა სპექტაკლი ამ არასწორი ტექსტით ითამაშა რა თქმა უნდა ეს მაყურებელს არ შეუნიშნია მაგრამ ჩვენ გვახსოვდა შალვა კარგი მსახიობი იყო ძალიან კარგი პარტნიორი იყო კარგი ადამიანი იყო კარგი მოქალაქე იყო შალვა ხერხეულიძე მე იულად გავიჩანე კი არ გავიჩანე ნუ მანამდე სცენიდან ვიცოდი ყველა სპექტაკლი ხომში მონაწილეობის ნანახი 58 წელში მასწავლებელთა სახლი იყო ბატონ შალვას პირდაპირ მაშინ ახალი ნანახი ქონდა პიანო ახლოს და მივიდიოდი ხოლმე ჩუმად და უკრავდი იქ პიანოზე და მღეროდი ნუ მოусმენია ბატონ შალვას ერთხელ ორჯერ და მე დაინტერესდა ვინ არისო და ჩვენსო შემოვიდა ნახა რომ რაღაცა არ ვიცი ალბათ მოვეწონე სიმღერითაც გარეგნობითაც რაღაცა მითხრა შვილო წამოდი თეატრში ახლა მე დავიბერი მაგრამ წამოვღე თეატრში რომ შემოვედი ახლა ისეთი ატმოსფერო დახვდა შიჩუმე იქ რეპეტიცია მიდის რაღაცები და სცენა გასასვლელი იყო რაღაცა ვიწრო გასაძრომი იყო დირექციისაკენ ხოდეს ბატონის შალვა რომ აქ დაიღუნა და გავიდა მე უკან გავიქეცე და წავედი აღარ შემომხედია თეატრისკენ სადაც აი შემეშინდა შემწვადა რა მოხდა მე არ ვიცი ამხელა პატივი დამდეს მე და თეატრში შემომიყვანე სადაც თელი წელიწადი ვეღარ გავეკარებ და მე ბატონო სოფოშტაშუმა გადმოვიყვანა და ისევ ბატონმა შალვამ მოკიდა ხელი ჩვენ ახალგაზრდებს სხვათა შორის მაშინ მარტო მე არ ვიყავი ჩემთან ერთად გადმოვიყვანა ბახო ღონღაძე როზა ცაბაძე ეთერი მოციქულაშვილი აქ დავხდნენ კივიცისკიშვილი ლადო ცხარიაშვილი და ასე შემდეგ და აი ისე გვივიდა როგორც შვილებს მამა აი გვასწავლდა როგორ უნდა გვემუშავა როლზე მაგალითს გვიჩვენებდა აი როგორ უნდა ყოფილიყავით მე ჩვენ თეატრში როგორ უნდა ყოფილიყავით წინაპრები ასე ვთქვათ მე გაგვეზარდა ჩვენ მომავალთობა ვის თეატრს გამოადგებოდა აი ეს თამაშა შალვასგან ძალიან ღრმად მე ისედაც რომ შეგეხედო ბატონ შალვა იყო რაღაც არავინ რაფინირებული ჩამოყალიბებული ჯენტლმენი კაცი სულაც არ თაკილოდა დაუშვათ რომ ჩვენთან წამოსული იყო პურმალიძე ესე იგი სუფრასთან ქცევასაც კი არ გვასწავლდა მაგრამ ჩვენ ყოუყურებთ და არც ისე ვიყავით პატარები უკვე მაშინ და ვიცოდეთ მაგრამ მაინც როგორ უნდა ვიდარიყავი მაგიდან ამიტომ რომ შემოვიდა ფერზე წამოუდგებოდა ჩვენც მას წამოუდგავით ფერზე და ასე შემდეგ და იმ ხელად დიდი სიყვარული დაიმსახურა ბატონ შალვასთან მე პაპიროსი არ მომიწევია ესე ვერ აკადრე ვერც იმას და ვერც ჩემთან იმის გვერდზე მე პაპიროსი მომიწია აი ასეთი იყო ბატონ შალვა და რაც შეეხება ახლა სცენაზე მის გამოჩენას აი ესეთი ძალიან გრძნობიარე იყო და რომ მუშაობდა როლზე ოღონდ არავის შეეშალა ხელი ეს რომ დაადგენდა ეს ხარად დაждდებოდა ხოლმე როლში აი მასაც გვასწავლდა ჩვენ ხოდა ახლა კურიოზები შემიძლია გავიხსენო ბატონ შალვაზე ერთხელ სამხატვრო საბჭოს ხდომაზე რაღაცაზე აღელდა ბატონ შალვა და თქვა რომ 11 ნოემბერს ეს იყო 68 წელი 11 ნოემბერს 25 წელი გვისტულდება რაც ამ თეატრში ვარ და ასეთი რამე ჯერ არ მინახიაო და დამიხშო მე 3 თვის მერე 11 ნოემბერი რო გახდა
გავაკეთეთ ჩუმად პურმარილი, მეუთხარი ბატონო შალვა, გთხოვთ მეთქი წავამზადეთ ხელთა რაღაცა და დრო ავდექი და თქვი რომ 11 ნოემბერს დღეს მეთქი ბატონ შალვა შეუსრულდა 25 წელი გაგიჟდა კაცი. ეს იმას დარჩა ძალიან ლამას საფსორა. ახლა ეს რა თქმა უნდა მე ყველას გავუკეთეთ, ვისაც კი რაბე თარიღი შეუსრულდებოდა ამ ჩვენ წინაპრებს. სხვადასხვა ბატონი შალვა არ იყო ასეთი, აი მთელი ის პლიადა, მისი პლიადა სულ ისე დიდი ყურადღებით გვექცეოდა ჩვენ და გრძდებდნენ როგორც მსახიობი და შედეგით აღარ ჩანს, იმიტომ რომ თეატრი მერე ჩვენ წამოვიღეთ და ჩვენ მოვიტანეთ აქამდე თუ თეატრი დღეს ფუნქციონირებს ისე უკვე ჩვენი ძველი თაობით მაშინდელი ახალგაზრდა თაობით. ძალიან საყვარელი კაცი იყო ბატონი შალვა. აი მისი გაჯვარება მხოლოდ და მხოლოდ შეიძლებოდა თეატრზე. მხოლოდ და მხოლოდ სპექტაკლზე, მხოლოდ და მხოლოდ როლზე. ისე რომ ვიღაცას გაჯავრნოდა და რაღაცაზე ხაბრაზებული ასეთი რა მის ბუნებაში არის, იმიტომ რომ ბოლოს ხერხეული ძე იყო და თავის გვარსაც უფრთხილდებოდა და თავის პიროვნებასაც ძალიან უფრთხილდებოდა. იმიტომ ეს იყო მართლა რაფინირებული, ჩამოყალიბებული ადამიანი. უპირველეს ყოვლისა, შეიძლება მის შემოქმედებაზე ძალიან ბევრი ხსენიათ, ბევრი გაგიგონიათ და ბევრ სიტყვიან კიდევ, მაგრამ მე ერთი მინდა ვთქვა. უპირველეს რაც გაუგზავ ხალხს იმას, რომ ეს იყო ძალიან დიდი ადამიანი. კაცი, რომელიც ქალაქს ამშვენებდა. კაცი, რომელიც გარედან რო გამოდიოდა, გამბლელის ყურადღებას იღებდა. კაცი, რომელსაც შეეძლო დიდი სიყვარული, დიდთან დიდი ყოფილიყო, პატარასთან პატარა. უპირველეს ყოვლისა ეს დიდი მეოჯახი, დიდი უფროსი და უმცროსი იმისთვის არ არსებობდა. არსებობდა სულ ერთი იყო, ყველასთან ერთნაირად გამონახავდა საერთო ენას. რაც შეეხება შემოქმედებაზე, მე არ მინდა ცოტა ვილაპარაკებ შემოქმედებაზე. შემოქმედება ისაა მაგისი, რომ ყველაზე დიდი მსახიობისთვის რაც არის, რომ ის ხსევიდან კი არ გიყურებდა. ამ ხელა მსახიობი იყო, არამედ აი შენთან ერთად პატარა ბავშვით აი რეპეტიციებზე დადგებოდა და აი ესე გვეფერებოდა, რა თვალებით გვეფერებოდა, რომ ის გაგვეკეთებინა, რაც აუცილებელი იყო. შალვა ხერხეულიძეს შეეძლო ძალიან თამამად დიდი გზას რო გაივრიდა, მოიხედავდა უკან და იცოდა ხოლმე მე ჩემს ცხოვრებაში რაღაც გამიკეთებიაო. ესე იგი ამით იმის თქმა უნდა რომ აი მე ბარათაშვილი სიტყვას მოვიშველებ, უქმად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება და მე აღარ გავავწლებ ეს ყველა მიცის, აი ასეთი კაცი იყო. ბატონი შალვა გახდათ სიმბოლო კაცურ კაცობის, ვაჟკაცობის, რაინდობის, დიდი გვარის ღირსეული წარმომადგენელი. მისი ბიოგრაფია არის ძალიან საინტერესო. მან დაიწყო მსახიობობით, იყო ქალაქში შექმნილი დრამატული თეატრის, მედიკოსების თეატრის რეჟისორი და ძალიან საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობდა ამ პერიოდში ქალაქი. დგავდა სპექტაკლებს, მონაწილეობდნენ ექიმები, მათ შორის მისი უმშვენიერესი მეუღლე ქალბატონი ნატა. მე ვთვლი, რომ ეს ის ბედნიერი შემთხვევა იყო, როდესაც ხელოვანის ღვაწლი სიცოცხლეშივე დაფასდა. მოგეხსენება დრამატული მსახიობების უიღბლობა, თეატრის მსახიობების უიღბლობა, მათთან ერთად ქრება მათ მიერ შექმნილი სახეები. ბატონმა შალვამ აღიარება სიცოცხლეში მოიპოვა. მის იუბილეზე თუ არ ვცდები 58 წელს ყოფილა ფერიკო, სიტყვით გამოსულა ვასო გუძიაშვილი, ცნობილი ადამიანების სახეების შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერ აღინიშნა მის სიცოცხლეში მისი საიუბილეო თარიღები და ჩვენ 90 წლის იუბილე გორის თეატრის ძალებით, ქალაქის ძალებით აღუნიშნეთ. შემდეგ ხსოვნისაღა მოგაკეთა თეატრალურ მომენტებთან კავშირში, სადაც ვიგრძელეთ უდიდესი სიყვარული ამ შესანიშნავი აქტიორისადმი, ამ შესანიშნავი მამულიშვილისადმი. გვაქვს ჩანაწერები რეზო ჩხეიძის, სულიკო ჟღენტის, სხვადასხვა ცნობილი ადამიანების. ბატონ შალვას შეეძლო ერთნაირი სიძლიერით ეთამაშა კომედიური სახასიათო ნებისმიერი ჟანრის როლები, მაგრამ მე გამოვარჯები, ჩემთვის უსაყვარლესი იყო მისი გორის პერიოდს აღნიშნავ. არქუშოვის დრამატული კომედია, ეს იყო რაღაც საოცარი აქტიორული დუეტი ბატონი შალვასი და ბატონი კეთერონ ბიჭორიშვილის ამის ნახვა შეიძლებოდა დაუსრულებლად თარგმანი ოტარ ჩხეიძეს ეკუთვნის ლექსი პუშკინისა თარგმნა ბატონმა ჯემალენჯიაძე და საოცარი აღებეჭდა ჩემს მეხსიერებაში. ბატონი შალვას
სახით ქალაქს ყავდა ადამიანი, რომელთაც შეგვეძლო ნებისმიერ ჩვენთაგანს თავი მოგვეწონებინა, ჩვენ გვიხარო და ბედნიერები ვიყავით მასთან სიახლოვით. ის ალამაზებდა ქალაქს, ის იყო ავტორიტეტი. შემკური გარეგნობით, ნიჭით, ადამიანური თვისებებით, გვარიშვილობით. ბედნიერება, რომ ასეთ ადამიანებს არ ვიწყებენ, ალბათ ასე უნდა ვიცხოვროთ და ეს წიგნი, რომელიც მე მიყავია ხელში, იყო შესანიშნავი წამოწყების პირველი მაუწყებელი და თითქოს გაგრძელებაა თქვენი გადაცემა. ვაჟა დადიანის ჩანაფიქრისა მას უნდა ყველა ღირსეული გურელი კაცისთვის მიეძღვნა ერთი წიგნი და ერქვა ჩვენებურები. ამ სერიალის პირველი წიგნის ადრესატი გახლდათ ბატონიშავა და სხვათა შორის პირველი მემორიალიც ბატონიშავას ეკუთვნის. 1950 წელს შალვა ხერხეულიძეს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა, ხოლო 1954 წლიდან მის ცხოვრებაში კინო შემოვიდა. მაყურებლისათვის უძვირფასესი და დღემდე დაუვიწყარი სახეებით. წყემსი თითო, დიდედები და შვილიშვილები, დავით მინდელი, ქალაქი ადრე იღვიძებს, ამბაკო, მევებია ილიკო და ილარიონი, გუდელი ტრიფონი, მაგდანას ლურჯა, მეწისქვილე, კეთილი ადამიანები, შალვა დერმუსაძე, მშობლიურო ჩემო მიწა, პაპა, ოჩაღად პაპებო, მალაქია, სტუნება, ბარდენი, გამოაღეთ ფანჯრები, ეპისკოპოსი ნადირობაძე, ყაბალახიანი კაცი, ნეილონის ნაძვის ხე, რომლებშიც სიდინჯით, სიდარბარისლით, მაღალი პროფესიონალიზმითა და პლასტიკური ფერადოვნებითაა შექმნილი თითოეული ეკრანული სახე. მაგრამ მაინც მის ერთგვარ სავიზიტო ბარათად, სახით რომლითაც მას ქუჩაში ცნობდნენ, იქცა მიხა პაპას როლი ფილმში „ღიმილის ბიჭები“ და მისი დაუვიწყარი ფრაზა „ვინო კი არა მზე არის მზელი“. როცა ბაზარში სახელდახელოდ გაშლის უფრასთან ეპატიჟება სიკვდილ სიცოცხლის ჭიდილში წასასვლელად გამზადებულ ბიჭებს. მდე როლი ითამაშა კინოში. ყველა მათგანი მთავარი თუ ეპიზოდური ძალზე შთამბეჭდავი იყო. უფრო ქართული ტიპაჟი, დამახასიათებელი კოლორიტული გარეგნობისა, სიჭარმაგეში რომ კინოვარსკვლავობისათვის მიეღწიოს, სხვა არავინ გეგულება, აღიარებდნენ კინომსხობლები. 1965 წელს საყვარელი მსახიობი საქართველოს სახალხო არტისტის სახელის ტარების ღირსად ცნო ერმა და მანაც უკანასკნელ წუთამდე შესაშური ღირსებით ატარა ეს წოდება, რადგან მისი ყოველი როლი, თუნდაც არა ქართული, საოცრად ეროვნული იყო. სერგო ამაღლობელი წერდა, ქართველ მსახიობს ეროვნულობა უნდა ეტყობოდესო და ბატონი შალვა, როგორც არ არის, პეტრუჩიოს თამაშობდა თუ კრეჩინსკი, სულით ხოცამდე ქართველი იყო. შალვა ხერხეულიძე თვითმყოფადი, უაღრესად ქართველი და საინტერესო დარჩა მაშინაც, როდესაც 1981 წელს უკვე ჭარმაგი იგი კინომსახიობთა თეატრში მიიწვიეს სამუშაოდ. თუმცა სიცოცხლის ბოლომდე გორის თეატრის დასის საპატიო წევრად ითვლებოდა. კინომსახიობთა თეატრი მისი უკანასკნელი ნავსაყუდელი გამოდგა. ერთხელ რეჟისორმა დიმიტრი ალექსიძემ ბრძანა, ის რა ოჯახია, სადაც პაპა და შვილიშვილი არ არიან. თეატრს ყველა თაობის წარმომადგენელი უნდა ამშვენებდეს. მაშინ არის თეატრი ძლიერია.
ჭეშმარიტად გააძლიერა კინომსახიობთა თეატრი ბატონმა შალვა. ამის დასტურია დონ ჟუანის წარმატება ესპანეთში და ბატონი შალვას ნამუშევრის კრიტიკოსისეული შეფასება. შალვა ხერხეულიძის მიერ შესრულებული დონ ლუისი დამახასიათებელი და დასამახსოვრებელი სახეა. სპექტაკლის უხუცესი მონაწილე კარგად ერწყმის ახალგაზრდული კოლექტივის შემოქმედების სახეს, თავისებურებასა და სისადავეს მატებს მას. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ადვილად ამყარებდა ურთიერთობას დასთან და რეჟისორთან, რადგან მასაც იგივე რწმენა ჰქონდა, რაც ბატონ მიშა თუმანიშვილსა და მის მოწაფეებს. თეატრი ტაძარია. საოცარი ადამიანი იყო, გულისხმიერი, ტაქტიანი, სხვისი წარმატებით ხარობდა. ამიტომ დღესაც ესოდენ დიდი სითბოთ იგონებენ მას ამ თეატრში. სამწუხაროა, რომ ისეთი ადამიანები, როგორც ბატონი შალვა იყო, სულ უფრო ცოტანი არიან და მიდიან ამ ქვეყნიდან. მაგრამ ამ ადამიანების ხიბლის სწორედ იმაშია, რომ ისინი დიდხანს ტოვებენ თავისი გარდაცვალების შემდეგ კვალს. და ბატონი შალვა ერთ-ერთი ესეთი უკანასკნელი მოგიკანების წარმომადგენელი იყო. რა ვიცი, სითბოს და სიყვარულის მეტი რა შეიძლება ბატონ შალვასთან დაკავშირებული იყოს მოგონებაში. ის ძალიან ავსებდა, უხდებოდა ჩვენს თეატრს, ახალგაზრდა კოლექტივი შეყვარებული ვიყავით მის ბუნებაში. საოცრად კოლორიტური ფიგურა იყო. და გვათბობდა, მაშინ ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით, როცა ბატონი შალვა ამ თეატრში ჩვენ სპექტაკლში მონაწილეობდა და პატივი მაქვს, რომ მასთან ერთად სცენაზე მეც ვიდექი, მაშინ ახალგაზრდა მსახიობი. გასტროლებზე გვივლია ერთად და ბევრი რაღაც თავგადასავალიც ქონია. ბატონ მიშას ყოველთვის ის ადამიანები მოყავდა ჩვენს თეატრში, ვინც ამდიდრებდნენ მის სპექტაკლებს თავისი პიროვნებით, პირველ რიგში. ალბათ ეს არის ყველაზე უფრო ძვირფასი ჩვენთვის. იმიტომ ამ სცენაზე ძალიან ჩანს ვინ არის და ძალიან ფაქიზად ეპყრობოდა ბატონი მიშა მსახიობების შერჩევას. და პირველი ნიშანი რაც იყო ამ სცენაზე იდგნენ ისინი, ვინც პიროვნებები იყვნენ და ჩვენთვის ეს სამაგალითო იყო. და დღესაც სამაგალითოა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისეთი ადამიანები იდგნენ ჩვენს გვერდით ამ სცენაზე, რომ მათ მერე რაღაცნაირად ღირსეულად უნდა დაიკავო მათი ადგილი. თუ შეიძლება ვინმეს ადგილის დაკავება, მე ასე არ ამგონია, ყველას თავის განსაკუთრებული ადგილი აქვს. და ბატონ შალვასაც ყოველთვის ამ თეატრში ჰქონდა თავისი განსაკუთრებული ადგილი და დღესაც მას ძალიან ხშირად ვიხსენებთ, ვემადლიერებით როგორც ჩვენს უფროს მეგობარს, არაჩვეულებრივად ნიჭიერ ადამიანს და ძალიან დიდ ბუნების პიროვნებას. დავით ბევრი გასახსენებია, ძალიან ისეთი ტკბილი და დებული ადამიანი იყო, თუმცა პიროვნება იყო ძალიან კარგი. რაღაცა წყალი, მშვიდი. რაც მის თანამდებობა, ხა ერთ საგრიმიოროში ვიყავით, ხა წარმოგიდგენი, ხა ჩემთვის როგორ იქნებოდა მაშინ სადღაც ერთი 20 წლის ბიჭისთვის ესეთ ადამიანთან ურთიერთობა, ამიტომ თუ მას ეკრანიდან ვიცნობდით ჩვენ და რა ვიცი, ყველასთვის გმირი და ის დიდი კუმირი იყო მართლა ესეთი კაცი ხო. ვერც ვიცვლიდით ხოლმე მასთან ახლა რომ შევიდო და სანამ ის ჩაიწვენ და გამოიწვევდა რა. როგორც რაღაცა ბაბუ არო დაგარიგებს ხოლმე. შეგვიყვანდა ხოლმე ჯერ თვითონ პირველებს ჩვენ რაღაც მიდითო ახლა მოიკაზმეთო რაღაცა ჩაიწვითო და მე მივხედავ საქმეს. კიდევ ერთი საოცარი თვისება ჰქონდა ბატონ შალვას, რომელიც ბავშვურობის ელფერსაც კი აძლევდა მის ხასიათს. ადამიანის წყენინება არ შეეძლო. თუ რამე არ გეჭაშნიკებოდა და შებედავდი, აბა ვნახოთ, იქნებ შენ მართალი ხარო, იტყოდა. ყველა უყვარდა. დიდთან დიდი იყო და პატარასთან პატარა. მაგრამ აკი სტანისლავსკიც ამბობდა, მსახიობში ბოლომდე უნდა დარჩეს რაღაც ბავშვურიო. საერთოდ მისი სტიქია სიკეთე, სიცოცხლე იყო. ზურაბ ვაშალომიძე იხსენებდა. ერთ სიცოცხლე დღიდა მისი სტუმრობა. თუ მასპინძელი გახდათ, თვად უკეთესი. იხარჯებოდა სიყვარულში. ამოურწყავი სიტყვა შარბათიანი იყო. ახლა სიმღერა ჭიქის ტუჩს კოცნიდა. ცადოეძელო სიტყოდა და სუფრა გაირინდებოდა. ოჯახი, მშვენიერი მეუღლე, ლამაზი შვილები, შვილიშვილები, ყველამდე იდგა სიყვარულში.
და ამ ყველამდე სიყვარულისა და ბატონი შალვას საოცარი შემოქმედების მუზას ნატა ხერხეულიძე ერქვა. მედიცინის დამსახურებული მუშაკი, უკვე 80 გადაცილებული ქალბატონი ნატა ღიმილით იხსენებდა. გიმნაზიაში სწავლობდი მერვე კლასში, როცა გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრების მეგობარი აუცილებლად ხელოვანი, თანაც მსახიობი იქნება მე. მაღალი ტანის, ხარბეჭიანი, ლამაზი ვაჟკაცი, ომახიანი ხმით, ტკბილად მომღერალი, კარგი თამადა, ყველას მოყვარული, მეგობრების ერთგული და დიდსულოვანი. ასე წარმომედგინა ჩემი ოცნების გმირი. ქალბატონი ნატას ოცნების ახდენას ტკბილხართული ლამაზი ოჯახის შექმნა და 3 მშვენიერი შვილის დაბადება მოყვა. ციცოს მუსიკის სიყვარული დაყვა მამისაგან, კახი მიჟირობა არჩია, ზურაბი კი დედის პროფესიას გაყვა და მედიცინას უხადა ხარკი. ხერხეულიძეთა ოჯახში სრული ჰარმონიას უთევდა, ფუნქციებით შესანიშნავად იყო განაწილებული. ქალბატონი ნატას ენერგიულობისა და ორგანიზებულობის წყალობით ყოფითი მხარე მუდამ მოწესრიგებული იყო. ბატონი შალვას შემოქმედებითი მოუცვლელობა კი მეუღლის გულისწყრომას არასოდეს იწვევდა. ქალბატონი ნატასათვის ისიც საკმარისი იყო, რომ მას ბატონი შალვას მეუღლეობა ხვდა წილად. თუმცა მოცალეობის ჟამს ბატონი შალვა ხელმარჯვეოსადი იყო. ეხერხებოდა ყოველგვარი მამაკაცის შესაფერი საოჯახო საქმე, ავეჯის დამზადებაც კი. ბატონი შალვა უჩვეულოდ თბილი პაპა, მამამთილი და სიმამრი იყო, მაგრამ მაინც მისი სულის სიფაქიზე ყველაზე მეტად შვილებთან ურთიერთობაში ვლინდებოდა. მისი ყველაზე დიდი ბედნიერება ამ ქვეყნად შვილების გვერდით ყოფნა იყო და როგორც ჩანს იმქვეყნადაც, რადგან სათითაოდ ერთმანეთის მიყოლებით გაიხმო ისინი სულთა საუფლოში, ჯერ ზურაბი, შემდეგ კახი, ბოლოს კი ციცო. ქალბატონ ნატას კი 4 უძირფასესი ადამიანის ჭირის უფლობა არ გუნა უფალმა. ამაზე მძიმე ხვედრის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ადამიანის გარდაცვალებისათვის კარგი დრო არ არსებობს, წერდა ცნობილი მწერალი ვანო ჩხიკვაძე. მაგრამ ალბათ არ შევცდები, მაინც თუ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით ცუდ დროს აღესრულა ბატონი შალვა. მძიმე საფიქრალით, სადარდელით გამოეთხოვა წუთისობას. თან გაიყოლა გულგატეხილი, მოწყენილი ქვეყნის დარდი. სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ გავკადნიერდებით და ვიტყვით, რომ უფალმა მაინც განსაკუთრებულ დროს წყინვალე შვიდეული სამშაბათს მიიბარა მისი როგორც ჭეშმარიტი მორწმუნისა და სათნო ადამიანის სული. თუმცა ასეთ რომ არა, ალბათ მისი სპეტაკის სულის სავანე მაინც ცათა სასუფეველი იქნებოდა. მანეს თავისი ცხოვრებით დაიმსახურა. რამედენა ერთადია რეკაცის კანოს ვერასცილდები. როცა იცი რომ შენი რიგია მიწას ჭირდები, ზეცას ჭირდები, ცოცხლო ქმნი დაყვა საიდან, დიდი ფიქრი და დიადი ძრები, ჯერ გაჭირდები და მერე ჰაიდა და უკითხავად გამოიცვლები. ადამიანო შენ გვედრებ ძლიერ დააწევი და გაჩენა განჩენ, ой და როგორ არ შეიძლება ჯერ გარკვიცვალო და მერე გავჩენ. აქედან ახლოა გორის ციხე. შეჩვეული, ახლობელი და მაინც ისეთი მიუწვდომელი, ძნელია მისი რეალურობა იწამო. აქედან ტაძარიც ახლოა და ციხეც. ბევრი არაფერი შეცვლილა. სახელი გამოუცვალეს მხოლოდ. და სახელით რომ არა, მაინც ერთგულად შემოინახავდა ხსოვნას ნაცნობი ნაბიჯებისა, მრავალჯერ რომ ჩაუკრავს გულში. ამ სახლში ძველებურად გოგუნებენ ბატონი შალვას საყვარელი საათები. აქედან ზეცას მიახლებულ სულთა რექვიემად და ამ დიდებული ოჯახის ჯიშიანი მომავლისი. ამ სახლში ისევ ცხოვრობს შალვა ხერხეულიძე, დიდი წინაპრის სეხნია და შთამომავალი. და ზურაბის მეუღლეც, ქალბატონი ნანაც, ძველებური სიყვარულითა და მოწიწებით ელაციცება ყოველ ერთსა თუ მოგონებას, რომელშიც სახელოვანი ოჯახის წარსულს წინავს. იმაზე უთნებობს, როგორ აღნიშნავს საყვარელ მემამთილს 100 წლის იუბილეს. რა შეიძლება რომ თქვა მამაზე?
შალა ხერხეულიძე იყო ჩემი მამამთილი მართალია, მაგრამ არანაკლებ მიყვარდა მე ეს პიროვნება, ძალიან სათნო, ძალიან თბილი, უაღრესად ადამიანური. 69 წლის იყო, როდესაც მე აქ შემოვედი ამ ოჯახში და ხშირად იხსენებდა ხოლმე და მომართავდა ასე პაპუჩი. აი ასეთი თბილი მოფერება ჰქონდა. ძალიან დიდი სიყვარულით, ძალიან დიდი სითბოთი იყო ყველას მიმართ. ძალიან თბილი, არ შეიძლება ითქვას, რომ მეორე მამამთილი არ არსებობს ამ ქვეყანაზე, როგორი მამამთილიც ეს პიროვნება იყო. იშვიათი პიროვნება, იშვიათი პაპა, იშვიათი მამა. ზოგჯერ ჩემი დედამთილი ასე მეტყოდა ხოლმე, ნატა, რომ თქვენ ისე გიყვართ ერთმანეთი, რომ აი მე როცა ჩემი ძე რომ ვეჭვიანობ კიდევაც, რომ ისე ძალიან გიყვარს, ნეტა მართლა მე ისე გეყარებიო, როგორც შალვაო, ასე თბილად რომ იგონებ და იხსენებ შალვასო. მამა ძალიან კარგი პიროვნება იყო. აი ერთ-ერთი რაღაც შემიძლია გავიხსენო, როდესაც მე შემოვედი ამ სახლში, თითქმის ყველა ოთახში იყო დაკიდებული საათი. და საათები ისე იყო, რომ ერთ ოთახში რომ დარეკდა საათი, მეორე ჩერდებოდა, მეორე ოთახში უკვე იწყებოდა, მესამე ოთახში შემდეგ და ასე. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გუგუნი იყო მთელ ოთახებში ხოლმე. ძალიან უყვარდა მამას საათები. ძალიან დიდი სიყვარული ჰქონდა თავისი შვილების მიმართ. ყოველთვის ფიქრობდა, რომ ნეტა ისეთი სასახელო შვილები გაიზარდნონ, როგორიც ხერხეულიძეებს ეკადრებაო. მე რაც შემიძლია ძალიან მინდა იცით უფალისნება, რა თქმა უნდა, ეს რომ 100 წლის იუბილე აუღნიშნო. ეს იქნება 2008 წელს. ღმერთი მოვცემს ალბათ იმის შესაძლებლობას, რომ გადაუხადოთ მამას ეს 100 წლის იუბილე. ძალიან ბევრი კურიოზები იყო ჩვენს ოჯახში, ძალიან ხშირად სტუმრიანობა იყო. ჩამოთვლით ძალიან ბევრი მსახიობების ჩამოთვლა შემიძლია, რომლებიც სტუმრობდნენ, არ არსებობდა გორისში და გორის რაიონში რამე გადაღება ყოფილიყო, რომ ჩვენს ოჯახში არ ყოფილიყვნენ ისინი მოწვეულების სტუმრად. ერთხელ მახსოვს ასეთი შემთხვევა, როდესაც მამა იყო კახეთში გადაღებაზე. იღებდნენ ფილმს ხარება და გოგია. და მამამ გაიგო, რომ აქ მიდიოდა გადაღება და რეკა შემთხვევით, რომ როგორ ხართ ოჯახშიო. და ჩვენ ვთქვათ, რომ გორში არის კარალეთში, სოფელ კარალეთში იღებდნენ რაღაც ფილმი, აღარ მახსოვს ფილმი, რომელ ფილმს იღებდნენ და მამამ დატოვა გადაღება კახეთში და ჩამოვიდა აქ გორში. ეს იყო ძალიან დიდი სიხარული, გააგრძელეს მერე გადაიდო ეს გადაღება, 2-3 დღე მიმდინარეობდა ჩვენთან ეს დიდი დღესასწაული იყო, თითქმის ყოველი მსახიობის ფეხის შემოდგმა ჩვენს ოჯახში იყო დიდი სიხარული და ბედნიერება. მამა ძალიან დიდი ტკივილით განიცდიდა ყოველი მსახიობის ამ ქვეყნიდან წასვლას. მე მახსოვს, როდესაც ეროსი მანჯგალაძე გარდაიცვალა, ჩვენ მაშინ მოსკოვში ცხოვრობდით, იქ სწავლობდით, ხო და სულ რაღაცა 1 საათის წინ მამა გველაპარაკა, რომ როგორ ხართო, მოგვიკითხა და 1 საათის შემდეგ გვირეკავს ძალიან შეწუხებული, ტიროდა კაცი, აი მოსთქვამდა, რომ იცი თუ ეროსი აღარ ამყავსო, ჩემი ეროსი აღარ მყავსო. მართლა დიდი და ბუმბერაზი პიროვნება იყო მამა. ძალიან დააკვდა ყველას, ძალიან დააკვდა, განსაკუთრებით ჩვენ ოჯახს მისი წასვლა. მაგრამ მე ყველანაირად ვცდილობ, რომ ის რაც მან დატოვა, ასე მოწიწებით შეუნახო და გადავცე მის მომავალ თაობას. გასახსენებელი ალბათ ძალიან ბევრია,
მე გამოვყოფ ჩემი სტუდენტობის ბოლო 2 წელიწადს, როდესაც მე და პაპა ერთად ცხოვრობდით თბილისში. ამ პერიოდში განსაკუთრებით გავერკვია თუ რა ცხოვრობით ცხოვრობენ მსახიობები. ყოველი მისი დილა იწყებოდა აქტიური მზადებით კინოსტუდიაში წასასვლელად, შემდეგ აქტიური მზადება რომელიმე რეჟისორთან შესახვედრად და განსაკუთრებული სიხარულით ბრუნდებოდა შინ, როდესაც რომელიმე რეჟისორი მას როლს შესთავაზებდა, თუნდაც ეს როლი მეორე ხარისხოვანი ყოფილიყო. ამის შემდეგ იწყებოდა ყოველდღიური მეცადინეობა, მოსწავლესათვის იმეორებდა ტექსტს, მაბარებდა ამ ტექსტს და თუ რაიმე დიალოგი არ გამოსდიოდა, საკმაოდ განიცდიდა ხოლმე. ხშირად გვიწევდა მე და პაპას ერთად გამოფენებზე წასვლა, სპექტაკლებზე სიარული და რაოდენ სასიამოვნო იყო ჩემთვის, როდესაც თითოეული მსახიობი მას დიდი სიხარულით ხვდებოდა, ტკბილად მოიკითხავდა და განსაკუთრებით ჩემთვის სასიამოვნო იყო ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანების შეხვედრა მასთან. არავინ ბატონშალვად არ აღიქვავდა მას. ეს იყო მზეი, ღვინო კი არა, მზეი არის, მზეი. აი ამ ტერმინით ხვდებოდა თითოეული ადამიანი თუ ვინ იყო შარვალვა ხერხეულიძე. მე ერთ კურიოზს გავიხსენებ ჩემი ბავშვობიდან. ქალაქი ადრე იყვიძებს, ასეთი ფილმი არსებობდა. როდესაც ეს ფილმი გადაიღეს და პრემიერა გორში შესგა, მე ალბათ ვიქნებოდი 7 წლის. ამ ფილმში ბაბუას ყავდა შვილი გოგონა, რომელსაც საჩუქრად ჩამოუტანა დიდი თოჯინა. ფილმის შემდეგ მახსოვს იმდენი ვიტირე, როგორ პაპა შენს ნამდვილ შვილიშვილს თოჯინა არ აჩუქე და ვიღაცა უცხო ბავშვს თოჯინა მიუტანე მეთქი და აი ამის შემდეგ მართლაც მისი ნებისმიერი გასტროლი, მისი ნებისმიერი გამგზავრება სხვა ქალაქში თავდებოდა ჩემთვის თოჯინის საჩუქრებით. ამ სახლში ისევ იკრიბება ხერხეულიძეთა მონაგარი, შვილიშვილები, შვილთაშვილები, ხერხეულიძეები, ოქრუაშვილები, გრიშაშვილები და ასე იქნება მუდამ, რადგან ხერხეულიძეთა გენსა და ჯიშს გადაშენება არ უწერია. გენს, რომელიც წლების წინ თამამად ათქმევინებს დიდ მსახიობს. ვოცნებობ ისეთი როლი ვითამაშო კინოში, ჩემს გმირს ცხენი სჭენება, გმირობის ჩადენა მოუწიოს, დიდი ფათერაკები გადახდეს თავს. ეს ხერხეულიძეთა გმირული სული ბობოქრობს. მოგვიანებით კი ღვთოვანი მსახიობი ინტერვიუში იტყვი. 60 წელი სცენაზე გავატარე, აქედან 40 წელი გორის თეატრში. შემდეგ იყო კინოსტუდია, კინოფილმები. თეატრში უამრავი სხვადასხვა სტილის როლი ვითამაშე. ჩინიანისაც და უჩინოსი, გლეხისაც და მეფისაც. ოდესღაც ერთ სპექტაკლში, სუმბათას მიუზინის ღალატში, 3 როლი შევასრულე: ანანიასი, სოლეიმან ხანისა და ოთარ ბეგისა. და მაინც დამრჩა უხდენელი სურვილი. ვერ გეტყვით კონკრეტულად რომელი როლის შეუსრულებობაზე მწყდება გული. ვერ გეტყვით, რადგან მეც არ ვიცი რომელი როლი იყო ეს. ის კი ვიცი, რომ რომელიღაც როლი ვერ ვითამაშე. ბატონო შალვა, სცენაზე 1000 გვარ სახით გარდასახვა არ არის ადვილი. მithumetes ცხოვრებაში ხომ მხოლოდ ერთი სახე უნდა ატარო ამ ქვეყნიურმა მოკვდავმა. თქვენ უნაკლოდ შეასრულეთ ყველაზე მთავარი როლი, როლი კაცური კაცისა. და როცა წახვედით, ნამდვილად დააკვდით ჩემს პატარა ქალაქს.